გამარჯობა. ამ თამაშს ეწოდება ჭადრაკი. მე მიყვარს ძალიან ჭადრაკი. ხო და გადავწყვიტე, რომ შემექმნა არხი, სადაც მთავარი თემა ჭადრაკი იქნება. შეიძლება ზოგიერთმა არ იცოდეს, ამიტომაც მე სულებს ავხსნი. ეს საწყისებია. ამ ფიგურას ეწოდება პაიკი. ის დადის წინ ერთი უჯრით. ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც უკან დახევა არ შეუძლია. ასევე, თუ ის დასაწყის უჯრაზეა, მას მხოლოდ ერთხელ შეიძლება ორი უჯრით გადასვლა. და ხო, ძალიან განსხვავებული ფიგურაა, რადგან სულ სხვადასხვანაირი ფუნქციები აქვს და დიაგონალზე კლავს. ორივე მხრიდან. ეს არის მხედარი. ის ცოტა უცნაურად დადის, ამიტომაც პაიკები სადაც აწყვია, აი მან შეუძლია სიარული. სხვანაირად ვერ ახსენი. და კიდევ ერთი რამ. ის ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია სხვა ფიგურას გადაახდეს. მოწინააღმდეგის და თავის ფიგურასაც. ეს ფიგურა არის კუ. ის დადის დიაგონალზე. ეს გახლავთ ეტლი. ის დადის ვერტიკალზე. და ჰორიზონტალზე. და ეს ფიგურა არის ლაზიერი. ის ყველაზე ძლიერია და დადის დიაგონალზეც, ვერტიკალზეც და ჰორიზონტალზეც. ისე დადიან როგორც კუ და ეტლი, ორივე ერთად. ბოლო ფიგურა, ეს არის მეფე. ის დადის თავის გვერდზე მყოფ უჯრებზე. მაგრამ თუ სხვა ფიგურა აკონტროლებს უჯრებს, მეფეს არ შეეძლება მან გადასვლა. თუ რატო, ამას აგიხსნით. ეს არის ქიში. ამ დროს მეფე აუცილებლად უნდა წავიდეს ნებისმიერ შემთხვევაში უსაფრთხო უჯრაზე. როგორ უნდა მოიგო თამაში? უნდა ჩასვა შამათი. ანუ ქიში ისე უნდა იყოს გამოცხადებული, რომ მეფეს არსად წასვლა არ შეეძლოს. ასე არ უნდა შეეძლოს ფიგურის ჩაფარება ან ქიშის გამოცხადებელი ფიგურის მოკლა. აქ ჭადრაკში შეიძლება როქის გაკეთებაც. ასევე ეს შავებსაც შეუძლიათ. ორი როქი არსებობს, ესეთი და გრძელი როქი. გძეისაც ეძახიან. თუ გამოძრავებული მეფე ჩაბრუნებული გექნება თავის უჯრაზე, როქს ვეღარ გააკეთებ. ასევე თუ ეტლი იყო გამოძრავებული, ერთი და მეორე არა, შეგიძლია იმ ეტლით გააკეთო როქი, რომელიც გამოძრავებული არ იყო. ანუ მეფემ და ეტლმა პირველი სულა როქი უნდა გააკეთონ. ცეცხლოვანი ხაზი ორივე მხარეს ხვდება. აქაც და აქაც. ანუ ცეცხლოვანი ხაზი, როდესაც ფიგურა აკონტროლებს იმ უჯრას, სადაც მეფე უნდა გადავიდეს როქით. ესეც ცეცხლოვანი ხაზია, რადგან ქიში ექნება. და აქ არ შეიძლება, მაგრამ ეს არ არის, რადგან მეფეს არ ებლოკება არანაირი გზა. და არც ქიში უნდა ჩაიაროს და არც ქიში ექნება. ჭადრაკში ფრედ შეიძლება დამთავრდეს, ამას პატი ეწოდება, როდესაც მოწინააღმდეგეს სვლა იქნება და მას არ შეიძლება მოძრაობა. ის პატი იყო, ასევე ერთი და იგივე სულებზე მოქმედებს. სამჯერ თუ გააკეთებენ ორივე ერთი და იგივე სვლას, ფრედ დამთავრდება ყაიმი. ერთ-ერთი იშვიათი სვლა, გავლით მოკლა. აი კი უნდა იყოს ორი უჯრით გადასული.
შემდეგ სხვა რამე ითამაშეს შავებმა ჩავთვალოთ. მე კიდე ესე გადავიდნენ. მე შავები რო ორი უჯრით მოვიდნენ და ესე უცნაურად რომ მოკლან. კარგი. ოღონდ თუ თითო უჯრით იყო ერთ-ერთი პაიკი გადმოსული. ეს გავლით მოკლა არ მოხდება. და კიდევ ერთი რამ, თუ ეს გადმოდგეს ეს პაიკი ჩავთვალოთ, სხვა რამე ითამაშს თეთრებმა, მერე შავებმა, ეხა უკვე ვეღარ მოკლავ, რადგან ახალი გადმოსული უნდა იყოს პაიკი. ანუ ბოლოს რაც ითამაშა, ორი უჯრით გადმოსული პაიკი უნდა იყოს. შეიძლება ამაზე გეფიქრა და კითხვა დაგესვა. Რაღაცი დაგჭირდება პაიკი, როდესაც ბოლოში გავა. ეს ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და თამაშის ბოლოში იყენებენ ხოლმე. აქ შეგიძლია სხვა ფიგურა გააცოცხლოს, სხვა მკვდარი ფიგურა, მაგრამ მეფის გარდა. მეფე არ ცოცხლდება, სულ მარტო ერთი არის და ისიც ქისსაც რო წავა, ანუ არ მოკვდება. მხოლოდ ამ 4 ფიგურის, ლაზიერის, კუსი, მხედრის და ეტლის გაცოცხლება შეგიძლიათ. შენზე არჩევანი, რომელიც ფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, ის გააცოცხლე. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ჭადრაკი, კი აი ამ ღილაკს დააჭირეთ და გამოწერასაც. რასაც ამით სხვა ვიდეოებსაც არ გამოტოვებთ. და კიდევ ერთი რამ, მე ავხსნი ხოლმე პარტიებს, ანუ თავიდან ბოლომდე იქნება თამაშები და მეთოდები და კიდევ კომბინაციები, როდესაც დაალაგებული იქნება და როდესაც კარგი რამე უნდა გააკეთოთ. და კიდევ ამას კომენტარებით გავიგებ, რომელსაც დაწერთ, იმას გავაკეთებ. პარტიებს დაწერთ, პარტიებს გავაკეთებ და კომბინაციებს დაწერთ, კომბინაციებს.